ვაკეთებ. რაც დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავლის. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოლოვაში გადაცემდა. ვაშა გადაცემა თქვენთანაა და დღეს ვარსკვლავებისკენ მოგზაურობას გპირდებით და რუსეთის დასასრულისკენ. განსაკუთრებით იმათ, ვისაც არ ჯერა რომ სანქციები მუშაობს. და სანამ ხვედებს მაგრად შეიკრავთ, არ დაგავიწყდეთ მოიწონოთ ჩემი პოდკასტი YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. პირველად კოსმოსიდან დაბრუნებულ გაგარინს დედამისმა კითხა, ღმერთით უნახეო. მანაც როგორც ჭეშმარიტმა საბჭოთა მოქალაქემ და კომუნისტმა მტკიცედ თქვა არაო. წლების განმავლობაში უღმერთო საბჭოთა კავშირი კოსმოსში იყო ერთადერთი. მერე ერთადერთი აღარ იყო, მაგრამ 10 წლეულები დარჩა ყველაზე აქტიური. Частицы своих мощей находятся с нами на орбите. Я надеюсь, их ежедневный крестный ход вокруг планеты всем тем, кто сверху к ним прибегает, поможет. რუსეთის დეგრადაცია დღევანდელი ყველაზე კარგად პატარა მომაკვდავ დასახლებებსა და ლამის მომაკვდავ კოსმოსურ პროექტებში ჩანს და უკვე ვერც სადღაც ჩვენს თავზე მბრუნავი კოსმოსური სადგურის რუსული ეკიპაჟის მეთაურის ლოცვა-შველის. მეტად საყურადღებო გვარს რომ ატარებს რიჟიკოვი. Много лет назад был доставлен на борт крест. Внимание, расчет. Пуск. როსკოსმოსმა, რუსეთის სახელმწიფო კორპორაციამ ახლახან გამოაქვეყნა ოფიციალური ცნობა, რომ ლოცვისგან თავისუფალ დროს რუსი კოსმონავტები ჯერ კიდევ ეძებენ ხვრელებს ორბიტული სადგურის რუსულ სეგმენტში. უფრო გასაგებად, აი ეს სადგური, რომელიც კოსმოსშია, შედგენილია აშენებულია რამდენიმე ქვეყნის მოდულით და რუსულ მოდულს, რომელიც ძირითადია, აქვს ხვრელი, ან ხვრელები, ან ნაპრალი, როგორც გნებავ დაარქვით. მოკლედ, ჰაერს აპარებს. კოსმოსში კი ჟანგბადი რამდენად მნიშვნელოვანია, ხვდებით ყველანი. შეიძლება ადევნებდით კიდეც თვალს ამ ისტორიას. ხვრელსა თუ ნაპრალს რუსები თავიანთ სადგურზე 2020 წლიდან ეძებენ. ხან შიგეძებენ, ხან გარეთ. მართლა, კოსმოსშიც გადიან და გარედან ათვალიერებენ სადგურის გარს. არ ვიცი, შეიძლება სანთებლით ეძებენ სადაპარებს. ან ჩვენი ვულკანიზაციების არ იყოს ფურთხით. რამდენჯერმე თქვეს კიდეც, ოფიციალური განცხადებით. ნახურეტი აღმოჩენილია და ამოქოლილიაო, მაგრამ მე 2-3 თვეში გავიგეთ, რომ ჟანგბადი ისევ სადღაც იკარგება. ბოლო ამბავი ზაფხულში გვაუწყეს. მაშინ სამთავრობო სააგენტოების განცხადებით სადგური დღეღამეში 2 კილოგრამ ჟანგბადს კარგავდა. მე გვითხრეს ამოქოლე და გადავრჩებითო. სექტემბერში კი ბოდიში, მაინც გვეპარებაო. ოღონდ ჟანგბადია რუსული პროგრამის მთავარი პრობლემა? არა. აგერ მოკლედ პუტინის მთვარის პროგრამის შესახებ. 2019-2025 წლები. 4 აპარატის გაშვება, რომელთაგან ზოგი უნდა დაშვებული იყოს ზედაპირზე და იქაურობა შეესწავლა. ერთს კი აეღო გრუნტის ნიმუშები და დედამიწაზე ჩამოეტანა. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ 2025 წლამდე. ამ 4 მისიიდან რამდენი განხორციელდა? 0. და როდის განხორციელდება? 2029-ში დავიწყებთ. ანუ პირველი აპარატი გაფრინდება და მერე წლების განმავლობაში დანარჩენები მიყვებიან. ოღონდ გაგახსენებთ, რომ მომავალ წელს ამერიკელები აპირებენ პილოტირებადი აპარატით უკვე შემოუფრინონ მთვარეს, 2027 წელს კი ისევ დადგან ფეხი ადამიანის. 2030 წელს იმავეს ჩინეთი აპირებს. და რუსები იმღერებენ. Байконур, Байконур, на другие планеты шагнул. Байконур. ძველთაგან მოსდევს რუსს დამალოს ყველაფერი რაც ჭირს. დღეს სიმართლის ლაპარაკს კანონითაც გწალავს და ყველაფერზე შეუძლია მუხლი მიუყენოს შეერაღებული ძალების რაღაც შეურაცხყოფის შესახებ. მაგრამ სახელმწიფო კორპორაცია ენერგიას გენერალურმა დირექტორმა საკუთარ თანამშრომლებს კომპანიის 79 წლის თავი მაინც მეტად დამახასიათებელი არზით მიულოცა. სანამ რამდენიმე ამონარის გაგაცნობდეთ, გეტყვით, რომ ამ კორპორაციის ქმნილებაა სწორედ ის გახვრეტილი ორბიტული სადგური, რაკეტა პროტონი, რომელთაც რუსეთი ამ სადგურს ამარაგებს, ბევრი სატელიტი და უამრავი სხვა ამბავი ქვეყნის დიდი სიამაყის საგანი დღევანდელი. დაბადების დღეს გილოცავ კორპორაცია. ცარიელი ლოზუნგები ვერ გადაარჩენენ კომპანიას. უპირატესობა, რომელსაც ბიძგი სერგეი კარალოვმა მისცა და სხვა გენერალურმა კონსტრუქტორებმა განავითარეს, დღეისთვის გამოჭმულია. ვითარება კრიტიკულია. მრავალმილიონიანი ვალები, ბიუჯეტს ხრავს სესხების პროცენტები. კოლექტივის დიდმა ნაწილმა დაკარგა мотиваცია და პასუხისმგებლობის გრძნობა. ყველას აქვს შანსი იხილოს არა სარაკეტო კორპორაცია ენერგიის აყვავება, არამედ დახურვა, ნორმალური ფუნქციონირებისა და ხელფასების გადახდის შეუძლებლობა. უნდა შევწყვიტოთ საკუთარი თავისა და სხვების მოტყუება, თითქოს ყველაფერი კარგადაა. კომპანიის გადარჩენა სასწაული იქნება.
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია და რასაც ვერ შევძლებ, ჩვენ სანაცვლოდ ღმერთი ისამს. გენერალური დირექტორი მალცევა. Основные системы жизнеобеспечения не работают. Вы находитесь в запертой комнате. Что с вами будет? Да через некоторое время будет сильно тепло. Потом начнете задыхаться, потому что будете ощущать недостаток кислорода. Აი თურმე რისთვის ლოცულობენ კოსმონავტები ყოველდღიურად ორბიტაზე. კოსმოსში არ დაგტოვოთ. Რამენაირად დაგვაბრუნეთ დედამიწაზე სახლში და აქ დამბრუნებლის რუსები რას აღიარებენ პრობლემები 2014 წელს დაეწყოთ, როცა უცხოური სანქციები დაგვიწეს ესო. მართლაც, ზოგიერთ აპარატში უცხოური ნაწილების წილი დღესაც 80%-მდეა. შოვნა კი უფრო და უფრო რთულდება. სანქციებმა დააკარგია არა მხოლოდ იმპორტის, არამედ ექსპორტის ბაზრებიც. დასავლური შეკვეთებით ლომის წილად სხვაგან წავიდა. Тогда, когда Гагарин полетел, когда космос стал чем-то таким особенным. როცა გაგარინი გაფრინდა და კოსმოსი განსაკუთრებული გმირული შეიქმნა, მე 7 კლასში ვიყავი. მაშინ ავენთე იდეით კოსმონავტი ხომ არ გავხდე მეთქი. მაგრამ ღმერთმა ისე მოატრიალა ჩემი ცხოვრება, რომ მატერიალურად ზეცასთან კავშირი არ მაქვს. სულიერად კი მაქვს. К небесам не имею отношения. А вот в духовном смысле, конечно, имею. ასეთი ჭეშმარიტება არასდროს წამოგცდენიათ ამხანაგო პატრიარქო. ზეცასთან კავშირი ცოტა სხვა რამეა, ოღონდ ეგ სხვა დროს გავარჩიოთ. ახლა კი იმაზე რამდენად შველის თქვენი დალოცვა თქვენივე ქვეყნის კოსმოსურ დარგს. იცი დღესადა რუსეთი კოსმოსურ კონკურენციაში. ქვეყანა რომელმაც 68 წლის წინ პირველი თანამგზავრი გაუშვა. მერე პირველი ძაღლი. 64 წლის წინ პირველი ადამიანი გაუშვა. 62 წლის წინ პირველი ქალი. მერე პირველი გავიდა ღია კოსმოსში. მერე პირველმა ის. აი ეს ქვეყანა ახლა ახალი ზელანდიის ორ კერძო კომპანიას ეჭიდავება და ვერ უგებს. ახლა საუბარი ჩინეთსა და ამერიკაზე მით უმეტეს. 2025 წელს რუსეთი მე-4 ადგილზე იყო კოსმოსში გაგზავნილი ტვირთის რაოდენობით. მე-7 ადგილზე იყო მე-7-ზე კოსმოსში გაგზავნილი აპარატების რაოდენობით. მხოლოდ SpaceX-ი, ანუ ერთი კაცი ელონ მასკი რუსეთზე 60-ჯერ მეტ ტვირთს უშვებს კოსმოსში. გარდა ამის არის კიდევ კორპორაცია Boeing-ი, რომელიც მთელს რუსეთზე 3-ჯერ მეტს გზავნის. ჩინური სახელმწიფო კორპორაცია გზავნის 5-ჯერ მეტს და ბევრი კიდევ სხვა. ასევე არის ამერიკული Northrop Grumman, Blue Origin-ი, არის Virgin-ი. ზოგი ტვირთს უშვებს, ზოგი ადამიანებს, ზოგი შეყვარებულებს ართობს ორბიტული ფრენებით. ამათ კიდევ ჰაერი ეპარება და ხვრელი ვერ უპოვნიათ. Пролетая как-то над лэптопом, я обратил внимание на аварийные ситуации. Найти причины поломки и восстановить работоспособность российского сегмента, а значит и спасти Международную космическую станцию. არადა 90-იანების ჩათვლით მსოფლიო ბაზრის 70% ალალად ეჭირათ რუსებს. Не все, что мы планировали, у нас получилось. ყველაფერი რის პირობაც დავდეთ არ გამოგვივიდა. პრობლემები ჰქონდა. პირველ რიგში ლუნა 25-ის მისიის ავარიული დასასრული. უცხოელი პარტნიორების მიერ საერთაშორისო პროექტ EXEMAR-ის შეწყვეტა. ასევე ორი კომერციული პროექტის შეჩერება. ეს იყო სარაკეტო ძრავების გაყიდვა შეერთებულ შტატებში და სანქციების გამო კურუს პოლიგონიდან რაკეტების გაშვება. საბიუჯეტო შეზღუდვების გამო გადაიწია მთვარეზე პილოტირებადი ფრენებისთვის ზემძიმე მატარებელი რაკეტების შექმნის სამუშაომაც. Из-за бюджетных ограничений. არა, განა არ ცდილობენ. გარდა იმისა, რომ ის ტიქაროსანი ყოველ კვირას გალაქტიკურ ლოცვას აწყობს, რუსეთის მთავრობამ უკვე ნებადართო როსკოსმოს, რომ თავის რაკეტებზე რეკლამა განათავსებს. პრინციპში ალბათ თქვენ შეგიძლიათ უკვე სახაჭაპურის ან სილამაზის ალუნის ლოგო მიახატოთ, მიაწეროთ, იმიტომ რომ ფული ძალიან ჭირდებათ. თუ გადაიხდით, რა თქმა უნდა. დარგის მამების გათვლით წელიწადში ასე შეიძლება 200 მილიონი რუბლის, ანუ 2.5 მილიონი დოლარი შოვნა. უბრალოდ შეადარეთ. SpaceX-ი შემოსავალი წელს 15.5 მილიარდი დოლარი იქნება. კომპანიის ღირებულება კი უკვე არის 350 მილიარდი. ამ რიცხვების შედარება უკეთ გაგარკვევთ, ვინ საით მიფრინავს და ვის რა პერსპექტივა აქვს კოსმოსში. რუსეთი ჩამორჩა დროში, ჩამორჩა ტექნოლოგიებში, ჩამორჩა საკუთარივე, ისედაც ჩამორჩენილი გეგმების განხორციელებაში. იმიტომ რომ ვარსკვლავებზე მეტად დედამიწაზე ბატონობას წაეპოდინა და აღმოაჩინა, რომ ფული ისევე გაუძვრა სადღაც ხვრელში, როგორც ჟანგბადი კოსმოსური სადგურიდან.
უკრაინა შეჭრის შემდეგ საბიუჯეტო დაფინანსება რუსულ კოსმოსურ დარგს უკვე გაუნახევრდა. და ამბობენ, რომ არც ეგ თანხაა გარანტირებული. რაც უფრო ღრმად ჩაეფლობა პუტინი ომის ჭაობში და მეტ და მეტ რაკეტას მოისურვებს არა მთვარისა და ვენერასთვის, არამედ ხარკივისა და ოდესის დასაბომბად. ეს იყო ვაშა გადაცემა სპეციალური გამოშვებით. თენგიზ გოგოტიშვილთან გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ ყველა პლატფორმაზე: YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავიდით, იმაზე მეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაუწყო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться надо.